მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს და მათ ვინც ფინანსურად უჭერთ მხარს არხის განვითარებას. დღეს გთავაზობთ 2025 წლის ოქტომბრის ტაროპროგნოზ თევზებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ბონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია, მონეტების რაინდი. ოქტომბრის განმავლობაში მშვიდი და პოზიტიური პერიოდი გელით, ძირითადად დაკავებული იქნებით ყოველდღიური საქმიანობით, შესაძლებელია მოგიწიოთ ბევრი მოძრაობა და გადაადგილება მოკლე გზებზე, მაგალითად ქალაქის ან ქვეყნის მასშტაბით. ადვილად შეძლებთ შეასრულოთ დაგეგმილი საქმეები, მიხედოთ თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას, მათ შორის დაკავდეთ ვარჯიშით და სხვა გამაჯანსაღებელი პროცედურებით. იქნებით მოტივირებულები, პრაქტიკულები, იმოქმედებთ დაფიქრებულად, შესაძლებელია გაგიჩნდეთ შეგრძნება, რომ ადვილად გამოგდით ყველაფერი და იგრძნობთ წინსვლას დასახული მიზნებისკენ. ასევე შესაძლებელია გაიზარდოს თქვენი ამბიციები, პოზიტიური გაგებით, მაგალითად მოგინდეთ თქვენი შემოსავლების გაზრდა, ან გადაწყვეტოთ გარეგნობის შეცვლა და დაიწყოთ ამ მიმართულებით არა მხოლოდ ფიქრი, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაც. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მონეტების ოთხიანი. თუ ეს პირად ცხოვრებაში სტაბილურად გაივლით, მართალია არ გექნებათ რომანტიკული განწყობები, ემოციური დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ და მეტად იქნებით საქმეზე და მატერიალური რესურსების მართვა-მოგვარებაზე ორიენტირებული, მაგრამ ამ პერიოდში არც კონფლიქტებს და დაძაბულ სიტუაციებს ექნება ადგილი თქვენს პირად ცხოვრებაში და ეს ხელშეგიწყობთ უფრო მშვიდად და რაციონალურად მიუდგეთ თქვენი ცხოვრების სხვა მიმართულებებს. ასევე შესაძლებელია ეს ბარათი გულისხმობდეს საოჯახო მეურნეობის ან პირადი ურთიერთობის მატერიალურ ასპექტებზე ზრუნვასაც, რასაც ოქტომბრის განმავლობაში წარმატებით გაართმევთ თავს. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მე-16 მაღალი არკანი კოშკი, საკმაოდ მოულოდნელი ენერგია ამ გაშლისთვის. წყვილები ოქტომბრის განმავლობაში ურთიერთობაში ან ზოგადად ოჯახში მძიმე გამოწვევის ან რაღაც განსაცდელის წინაშე აღმოჩნდებით და ბარათების ასეთი კომბინაცია წინასწარ გატყობინებთ, რომ თქვენ შეძლებთ ნებისმიერი სირთულის დაძლევას, თუ არ შეუშინდებით ამ მოულოდნელ პრობლემებს და გაცნობიერებულად შეეცდებით მათ მოგვარებას. ასევე ბუნებრივია ეს ინფორმაცია ყველას არ ეხება და ამიტომ თუ გრძნობთ, რომ მოვლენების ასეთი განვითარება, რაზეც ახლა ვისაუბრებ თქვენს ურთიერთობაში გამორიცხულია, უბრალოდ ყურადღება არ მიაქციოთ ჩემს ნათქვამს. მაგრამ რა კი მოდის ინფორმაცია, ესე იგი ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია მისი გაგება, ამიტომ გეტყვით, რომ ეს ბარათი ასევე მიუთითებს არსებული ურთიერთობის ნგრევაზეც, თან პროცესის მოულოდნელ, სწრაფ და შეუქცევად მიმდინარეობაზე მიგვანიშნებს, გამორიცხული არ არის თქვენ ისეთი რამ გაიგოთ პარტნიორზე, რაც 180 გრადუსით შეცვლის თქვენს ურთიერთობას. თუმცა ასეთი ცვლილებები შესაძლებელია გარე ფაქტორებითაც იყოს განპირობებული, მაგალითად მესამე პირის ჯარევა თქვენს ურთიერთობაში და აქ მხოლოდ საყვარელს არ გულისხმობ, ეს შესაძლებელია იყოს ოჯახის რომელიმე წევრი, ან ნებისმიერი სხვა კეთილის მსურველი, ბრჭყალებში რა თქმა უნდა, ან ისეთი გარემოებები, როდესაც ფიზიკურად მოგიწევთ ერთმანეთთან დაშორება. ასეთი მიზეზები ბევრი შეიძლება იყოს და ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს მაღალი არკანი ძლიერ ენერგიას ატარებს და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თუ ოქტომბერში თქვენს ცხოვრებაში ადგილი ექნება მოვლენების ასეთ განვითარებას, იცოდეთ, რომ ეს შეუქცევადი პროცესია.
შეეცადეთ ენერგია არ ხარჯოთ იმის შესანარჩუნებლად, რასაც ვეღარ დაიბრუნებთ, გირჩევთ იფიქროთ, როგორ ადაპტირდეთ ახალ მოცემულობასთან და კონცენტრირდეთ მომავალზე. მათთვის კი ვის ურთიერთობასაც ასეთი მძიმე ცვლილებები არ იმუქრება, აპარატების კომბინაცია შესაძლებელია მიუთითებდეს ერთობლივ მოულოდნელ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მთლიანად შეცვლის თქვენს მომავალს, ან ისეთ გარემოებაზე, რომელიც გაიძულებთ შეცვალოთ არსებული რეალობა. მაგალითად, შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი, ან ურთიერთობის ფორმა, სხვათა შორის არკანების ასეთი კომბინაცია დაუგეგმავ ორსულობაზეც შეიძლება მიანიშნებდეს, რომელიც არაერთგვაროვან ემოციებს გამოიწვევს თქვენში. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, ხმლების ორიანი, მიუხედავად იმისა, რომ მაღალია შანსი ამ პერიოდში გამოჩნდნენ საინტერესო ადამიანები თქვენს გარშემო და ინტერესიც გამოხატონ თქვენს მიმართ, ოქტომბრის განმავლობაში თქვენ შინაგანად არ იქნებით მზად წამოიწყოთ პირადი ურთიერთობა, გაგიჭირდებათ თამამი ნაბიჯების გადადგმა და ზოგიერთი თქვენგანი შესაძლებელია იმდენად დაკავებული იყოთ საკუთარი ფიქრებით და თვით ანალიზის თუ თვით გამორკვევის პროცესით, რომ ვერც კი შეამჩნიოთ ასეთი შესაძლებლობები. გირჩევთ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ, მეტად გაიხსნათ სამყაროს და პოზიტიურად გამოიყენოთ შანსები, რომელიც ამ პერიოდში მოგეცემათ. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ ოქტომბერში საქმიანი სფერო, მონეტების 6-იანი. ეს სფერო საკმაოდ პოზიტიურად გამოიყურება თქვენთვის. აქ მოსალოდნელია თანამშრომლობის პოზიტიური ენერგია, შეგიძლიათ გქონდეთ კოლექტივში და კოლეგების წრეში დახმარების მიღების იმედი, საჭიროების შემთხვევაში თქვენს დაუდექით მხარში მათ, სამომავლოდ ეს აუცილებლად დაგიფასდებათ. ამ პერიოდში შესაძლებელია გარკვეული ცვლილებების წინაშეც აღმოჩნდეთ და შეუშინდებით ამ ცვლილებებს, რადგან ამ ბარათის ენერგია გულისხმობს, რომ საბოლოო ჯამში თქვენ უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდებით, სადაც მეტად შეძლებთ გამოავლინოთ საკუთარი პროფესიული უნარები და მეტ წარმატებასაც მიაღწიოთ თვითრეალიზების კუთხით. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. ხმლების რაინდი. ოქტომბრის განმავლობაში მოგიწევთ აქტიურობა, ბევრი მოძრაობა, გადაადგილება. შესაძლებელია ეს დაკავშირებული იყოს მგზავრობასთანაც, მაგალითად მივლინებაში მოგიწიოთ წასვლა. ასევე ეს არკანი მიანიშნებს ინფორმაციის აქტიურ მოპოვებაზე. ამ პერიოდში შესაძლებელია გადაწყვიტოთ, რომ მოიძიოთ ინფორმაცია თქვენ სფეროში არსებული ინოვაციების შესახებ, მოგინდეთ თქვენი ცოდნის გაახლება, გაღრმავება, ან თუ უკვე ფლობთ მნიშვნელოვან ცოდნას და გამოცდილებას, შესაძლებელია მოგინდეთ სხვებისთვის გაზიარება. ასევე შესაძლებელია გადაწყვეტოთ საკუთარი პროექტის განხორციელება და ამასთან დაკავშირებით მოიძიოთ შესაბამისი ადგილობრივი და საერთაშორისო საგრანტო ან საინვესტიციო პროგრამები. ან სულაც შესაძლებელია თქვენი ინდივიდუალური საქმის წამოწყება გადაწყვეტოთ და დაიწყოთ იურიდიული საკითხების გარკვევა და საჭირო ფინანსების მოძიება ამისთვის. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მერვე მაღალი არკანი ძალა. ოქტომბერში თქვენ შეძლებთ გაიაზროთ თქვენი შესაძლებლობები და რესურსები და მოგეცემათ ენერგია იმისთვის, რომ გადახვიდეთ აქტიურ მოქმედებაზე, დაინახავთ თქვენი კარიერული განვითარების სამომავლო პერსპექტივებს, იგრძნობთ, რომ თქვენი პროფესიული წინსვლისთვის საჭიროა გარკვეული ცვლილებები და დაიწყებთ ამ მიმართულებით მოქმედებას. გეტყვით, რომ ამ პერიოდში სამყარო თქვენს მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი და გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა, მთავარია თქვენ თვითონ გამოავლინოთ ინიციატივა და აქტიურად იზრუნოთ დასაქმებაზე, პროფესიულ განვითარებაზე და კარიერულ წინსვლაზე. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, კვერთხების 6-იანი. ამ პერიოდში ნებისმიერი თქვენი ინიციატივა წარმატებით დაგვირგვინდება, ბარათების ასეთი კომბინაცია პირდაპირ მოგიწოდებთ აქტიური მოქმედებისკენ, სიახლეებისკენ. არ შეუშინდეთ, რომ დაისახოთ თამამი და შესაძლებელია ამ გადასახედიდან ნაკლებად რეალისტური მიზნებიც კი, რადგან თქვენი კრეატიული და ამავდროულად ანალიტიკური აზროვნება და
დიდი პიროვნული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება, მიუხედავად თქვენი ასაკისა, საშუალებას მოგცემთ გადადგათ სწორი ნაბიჯები, შეძლოთ თქვენი ბიზნესის მასშტაბირება და სამომავლოდ შემოსავლების გაზრდაც. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ოქტომბერში, ხმლების მეფე, ფინანსებთან მიმართებაში მოგიწევთ დაფიქრება, გაანალიზება, შემოსავლების და ხარჯების დათვლა, ბალანსის დაანგარიშება, შესაძლებელია აღმოაჩინოთ თქვენი ისეთი ხარჯები, რომლებზეც თავისუფლად შეგიძლიათ თქვათ უარი და ეს დაზოგილი თანხა მიმართოთ უფრო სასარგებლო მიმართულებით. ვერ ვიტყვი, რომ ოქტომბერში ფინანსური პრობლემები გექნებათ, მაგრამ ნამდვილად მოგინდებათ მეტად აკონტროლოთ ეს სფერო. დაკავდეთ საკუთარი მატერიალური რესურსების მენეჯმენტით და ამ ბარათის ენერგია გპირდებათ, რომ თქვენ ამ სფეროში შეძლებთ მოაწესრიგოთ ბევრი ისეთი ნიუანსი, რაც ამომავლოდ დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენი რესურსები. აქვე გეტყვით, რომ იფიქრეთ დანაზოგის გაკეთებაზე, ან ინვესტიციებზე. ამ პერიოდში თქვენ შეძლებთ სწორი და მომგებიანი ნაბიჯები გადადგათ ამ მიმართულებით, რაც სამომავლოდ პოზიტიურ შედეგებამდე მიგიყვანთ. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. კვერთხების დედოფალი, ოქტომბერი საკმაოდ დატვირთული პერიოდი იქნება თქვენთვის, აქტიურად მოგიწევთ ბევრი მიმართულებით ენერგიის ხარჯვა, თავარია ნუ იქნებით ქაოსური, ეცადეთ გონივრულად გაანაწილოთ თქვენი ენერგია და მიმართოთ კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად. არ დახარჯოთ დრო კონფლიქტებზე და უსარგებლო საკითხების მოგვარებაზე, ეცადეთ მეტად გონივრულად მართოთ თქვენი ცხოვრება. თქვენ გაგაჩნიათ საკმარისი შინაგანი რესურსი, რომ იყოთ პოზიტიურ ენერგეტიკულ ველში და წარმატებით მიაღწიოთ ნებისმიერ დასახულ მიზანს. ასეთი იყო 2025 წლის ოქტომბრის ზოგადი ტარო პროგნოზი თევზებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად ამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.